პრობლემები და აღნიშნავდი რომ სამედიცინო მომსახურება საკმაოდ ისეთ ცუდად არის ხელმისაწვდომი ერთი მხრივ რო ვთქვათ ექიმი ნახონ და ამაზე ვთქვათ ბევრი ჩივილები იყო რომ აი ამდენი ხანი ფატრიკში ჩავეწერე დღემდე ექიმი არ მინახავს ვთქვათ ასევე ადეკვატური გამოკვლევის მხრივ და ასე შემდეგ რაც შეეხება უშუალოდ მოპყრობის და ანუ აი თუ ამის შემდეგ აი თუ გქონიათ კავშირი თვითონ უფროსთან დაუშვათ საპრობლემო და ანუ რით იხსნიან იმას რომ ექიმი არის მიუწვდომელი იცით რა არის ამას როცა იქ ამბობ არავინ არ გეუბნება რომ მიუწვდომელი არის ექიმი ანუ პირიქით ამბობენ რომ ყველაფერი რიგზია მაგრამ ანუ ჩვენ უშუალოდ შევესწარით რამდენიმე ფაქტს რომ მართლა ძალიან ძლიერ მდგომარეობაში იყო რამდენიმე პატიმარი იქვე ან ცუდად გახდა ან იქვე ეთყობოდა რომ თქვა რაღაცა ტკივილები აწუხებდა და იქვე თქვა ექიმს ვთხარით მაგრამ თითქოს ესე თქვეს რომ არ არის პრობლემა ამას ყოველდღე ჩვენ ვნახულობთ მაგრამ ნუ ფაქტი იყო ასეთი რამდენიმე რაც ჩვენ ნახეთ რომ მართლაც იმ ადამიანს მიხედვა ჭირდებოდა და იმ წუთას თქვა ვერც თვითონ ამბობდა ეს კიდე არ ვიცი რითი არის განპირობებული რომ აი თითქოს არც ამბობენ მაგრამ თან ფაქტია რომ თქვა ძალიან ცუდად მდგომარეობა ჰქონდა ერთ-ერთი რაც კიდე თვალშემოსახვედრი იყო თალკეულ დაწესებულებებში განსაკუთრებით ის მერვე დაწესებულება რომელიც მოახსენებათ რომ არის დახურული მთლიანად ერთის მხრივ არის ის რომ რატომღაც თქვა ამ დაწესებულებაში მაშინ როცა ეს კანონის თანახმად განცალკევებით უნდა იყიდნენ სასჯელს უნდა იყვნენ მოთავსებულები მიუსჯელები ანუ ვინც ჯერ მსჯავრდის ასეთ ჯერ მსჯავრდებული სტატუსი არ აქვს და ვინც უკვე მსჯავრდებული არის რატომღაც ეს პირები აბსოლუტურად არეული არიან საქმეში ერთად არიან მოთავსებულები მეორე არის ისიც რომ გასეირნებასთან დაკავშირებული პრობლემა როგორც თქვი მათ აქვს დახურული ტიპის დაწესებულებაში არიან მოთავსებული რაც ნიშნავს რომ ამ დღის განმავლობაში საკანში არიან და კანონის თანახმად 1 საათით ეკუთვნით გასეირნების უფლება მაგრამ რატომღაც ისინი ყველა ამბობენ ყველა საკანში თითქმის ძალიან ალბათ მთელ ციხეში სამი საკანში როცა ისეთაც გასასეირნებლად გადის ხალხი ანუ ყველა ამბობს რომ სასეირნოდ არ გადიან ანუ არ უნდათ მაგრამ შემდგომ ანუ ჩაძიების შემდგომ გაირკვა რომ არ გადიან სასეირნოდ იმიტომ რომ სასეირნოდ გასვლის შემდგომ ანუ სიტყვაში ურაცხყოფას აყენებენ დაწესებულების თანამშრომლები ისე რომ ანუ შეუძლებელია ეს მოითმინონ და კონფლიქტის დავიდენაერების მიზნით მათ ურჩევნიათ საერთოდ არ გავიდნენ სასეირნოდ და არის ასევე რასაც აღნიშნავდნენ პატიმრები ეს არის შუშის მიღმა შეხვედრები ისევ და ისევ რაც ასევე ეს არ არის თუმცა არც არ წერია კანონში მაგრამ ფაქტია რომ ყველა დაწესებულებაში უკვე არის ეს შუშის მიღმა ბარიერი ხანმოკლება იმერთან დაკავშირებით და რაც არის რა თქმა შვილებთან შეხვედრის უფლება შუშის მიღმას ისე უშუალოდ ვერ ხვდებით ეს არის წმინდა ადმინისტრაციის ნებაზე თუ აძლევენ უფლებას რომ აი ცოტა ხნით თქვა უშუალოდაც შეხვდნენ მაგრამ ეს ძირითადად როგორც წესი არის ის რომ შუშის მიღმა ხვდებიან მხოლოდ და ანუ ეს ესე უნდა იყოს თუ აი როგორ უნდა იყოს საქმე ეს არის რომ ესე არ უნდა იყოს იმიტომ რომ შუშის მიღმა შეხვედრა უნდა იყოს გამონაკლისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ანუ ამას იმით ამართლებენ რომ ეს არის წმინდა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე რომ თქვათ იყო იქ რაღაცების შეტანის შემთხვევები და ასე შემდეგ მაგრამ ანუ ეს არ არის გასამართლებელი საფუძვი ამაზე არაერთი რეკომენდაცია არსებობდა რომ შუშის ანუ გეობოლო ICPT-ის დასკვნების კომიტეტის რეკომენდაციებში პირდაპირ არის მითითებული რომ ეს უნდა შეიცვალოს და ასეთი ტიპის შეზღუდვა უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისი ანუ განსაკუთრებული შემთხვევაში ვიღაცა შეიძლება მართლა შეეზღუდოს ესეთი უფლება და შუშის მიღმა შეხვედრები დაუწესდეს მაგრამ ყველასთვის ეს არ უნდა იყოს და პირდაპირ არის დარღვევა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების რადგან ოჯახის ცხოვრებიდან ფაქტიურად ხშირად არის ისიც რომ მე თქვა ბავშვების უყვარესი საერთოდ უარს ამბობენ იმიტომ რომ ასეთ შეხვედრაზე ვთქვათ ფსიქოლოგიური მასიკა